მეგობრებო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენთაგანს თავის დროზე ნაფიქრი გექნებათ თუ რას ემსახურებოდა ეს რაღაცა ჩვენთვის აქამდე უცხო და გაუგებარი კოჰაბიტაცია, რომელიც წიხლით შემოგტენეს კაცმა არ იცის საიდან ნაციონალური მოძრაობის რეჟიმთან მიმართებაში. შესაბამისად გავიდა წლები და ჩემთვის პირადად ცხადზე ცხადი გახდა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია და ასევე ცხადად ვხედავ კოჰაბიტაციის ნაყოფსა. შესაბამისად მინდა თქვენთან ერთად ვნახო, მე ნანახი მაქვს, ალბათ თქვენც ნანახი გაქვთ და მინდა რომ ერთად ვნახოთ ამჯერად კოჰაბიტაციის მიზანი და ნაყოფი ერთ ახალგაზრდა ადამიანში წარმოდგენილი ეს ორი რამ. დიახ მეგობრებო, აი ეს ახალგაზრდა კაცი გახლავთ იმ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის მიზანი და ნაყოფიც. და ეხლა ერთად მოვისმინოთ თუ რას ლაპარაკობს კოჰაბიტაციის ნაყოფი. უნდათ რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდეს რომ ვეღარაფერი ვეღარ გააკეთოს მან რომ მაგალითად აი რუსეთს შეუტიოს და რუსეთი მან დააზიანოს. ახლა პუტინს განცხადება 2008 წლის ომიდან ყველას გვახსოვს ზუსტად როგორ ებუქრებოდა ის მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ პუტინს ეშინია მისი, ხო? და ზუსტად იმიტომ რომ ის არ იყოს დღეს უკრაინაში და არ იყოს წინა ხაზზე, ამიტომ ზის იგი ციხეში. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს ამბავი უფრო სასაცილოა თუ უფრო სატირალია, მაგრამ ფაქტია რომ სწორედ აი ამ მიზანს ემსახურებოდა კოჰაბიტაციის შემოტენვა თავის დროზე ქართული ოცნების პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომელიც ამ ქვეყნის ხელისუფლებას წარმოადგენს და ასევე ჩვენთვის ქართული საზოგადოებისთვისაც, რომ გასულიყო წლები ამ ქვეყანაში გაზრდილიყო თაობა, რომელსაც ფიზიკურად არ ახსოვს სააკაშვილის ქვეშაჯვიობა და ბოროტი რეჟიმი. შესაბამისად დროთა განმავლობაში იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, ეგრეთ წოდებულმა ტელევიზიებმა, პოლიტიკოსებმა, გარედან დაფინანსებულმა სხვადასხვა ცნობილმა სახეებმა წლების განმავლობაში ძალიან სერიოზული სამუშაოები გასწიეს იმისათვის, რომ აი ეს ნაყოფი მიგვეღო 14 წლის თავზე, რომ ამ ქვეყანაში გაზრდილიყო თაობა, რომლის წარმომადგენელიც აი ესეთ ყლეობას ილაპარაკებდა სრული სერიოზულობით. დიახ, სწორედ აი ეს გახლავთ მეგობრებო იმ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის მიზანიც და ნაყოფიც, რაც გამოიღო კოჰაბიტაცია. ეს არის და ეს ვისი თქმაც მინდოდა და ეხლა დაგემშვიდობებით მეგობრებო და ყველაფერს კარგს და საუკეთესოს გისურვებთ.